დღეს თბილისში, ბორის პაიჩაძის სტადიონზე, ერთმანეთს ხვდებიან ორი გუნდი, რომლებიც ყოველთვის თამაშობენ ზღვარზე, საქართველო და თურქეთი. ეს არის პირველი ნაბიჯი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში და დაძაბულობა იგრძნობა ყოველი მოძრაობით, ყოველი თვალის მზერით. საქართველო მოედანზე გამხნევებული გამოდის. ამ გუნდს ჰყავს გმირები, ხვიჩა კვარაცხელია, ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მარტოს გადატრიალოს მატჩის სვლა, გიორგი მიქაუტაძე, ნამდვილი მტაცებელი საჯარიმოში და გიორგი მამარდაშვილი, კედელი, რომლის მიღმაც მთელი დაცვა მშვიდად გრძნობს თავს. ტრიბუნებზე ათასობით კომაგი და მათი ყოველი ყვირილი დღეს გუნდს წინ წაიყვანს. თურქეთი კი გასაცემად არ ჩამოსულა. ამ ნაკრებს ჰყავს გამოცდილება, ტექნიკა და დისციპლინა. თურქებს ძლიერი სკოლა აქვთ, მძლავრი ნახევარდაცვა და მთავარი რწმენა, რომ ქულების წაღება თბილისიდანაც შეუძლიათ. რას ამბობს ხელოვნური ინტელექტი? ხელოვნურმა ინტელექტმა გაანალიზა ათეულობით პროგნოზი და მოდელი და სურათი ასეთია. თურქეთის მოგების ალბათობა დაახლოებით 45. ეს არის გუნდი, რომელს აც მდიდარი ისტორია და დიდი გამოცდილება აქვს ტურნირებში. საქართველოს შანსი დაახლოებით 33. მაგრამ სწორედ შინაური ფაქტორი, ტრიბუნების მხარდაჭერა და ლიდერები შეიძლება გადამწყვეტი გახდეს. ფრე დაახლოებით 22. ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ გუნდები იმდენად თანაბარია, რომ შედეგი შესაძლოა ბოლო წუთებზე გადაწყდეს. საერთო დასკვნა. უმეტესობა თანხმდება ერთში. ორივე გუნდი გაიტანს. მატჩი შედეგიანი იქნება, 2 და მეტი გოლი. და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად თურქეთი ითვლება, თბილისში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მატჩის ატმოსფერო. წარმოიდგინეთ, საღამოს შუქის სტადიონის თავზე კომაგების გრიალი, ქართული დროშები, სიმღერები, რომლებიც ერთიან ხმაურში იკვრება. მეორე მხარეს თურქი ფანები, მათი დოლები, მათი შეძახილები. ეს უბრალოდ მატჩი არ არის, ეს არის ხასიათების, ენერგიისა და ნების ბრძოლა. დასასრული. ხელოვნური ინტელექტი ფავორიტად თურქეთს ასახელებს, მაგრამ ხაზს უსვამს, დღეს საქართველო მზად არის გმირობისთვის. ყველაფერი დეტალებზეა დამოკიდებული, წამზე, დარტყმაზე, მეკარის სეირზე ან დაცვაში შეცდომაზე. ასეთი მატჩი